გისმენთ მარიამ? ინვესტიტურის უფლების საკითხი, ანუ ის თუ ის ჰქონდა უფლება ეკლესიის მაღალი იერარქიის წარმომადგენლების დანიშვნის პაპს თუ მეფეს. მეორეში მიწერია საღვთო რომის იმპერატორის ხელისუფლების დაკნინება და ეკლესიის პოლიტიკური გავლენის ზრდა. საღვთო რომის რა? საღვთო რომის იმპერატორის ხელისუფლების დაკნინება და ეკლესიის პოლიტიკური გავლენის ზრდა. დიახ. მესამეში მიწერია ფეოდალებისთვის, რადგან იმპერატორის დასუსტებით მათ მეტი დამოუკიდებლობა და ძალაუფლება მოიპოვეს. კი ბატონო. და მეოთხეში მიწერია დავით აღმაშენებლის ბრძოლა ფეოდალური სექტორების შესუსტებისთვის. დავითმა ეკლესიის რეფორმებით ნაწილობრივ ეკლესიის დამოუკიდებლობა შეზღუდა, რითაც გაძლიერა სახელმწიფო ძალაუფლება. კი ბატონო. შემდეგი. კარგი, მოკლედ, სანამ უშუალოდ გადავალ ახლა წყაროზე, წავიკითხოთ აბა ვინ დარჩა საბინა გისმენთ? პირველში მიწერია, რომ საერო ხელისუფლებამ მოინდომა ინვესტიტურის უფლების მოპოვება, მაგრამ ეს სასულიერო ხელისუფლებისთვის მიღებული იყო, ამიტომაც დაიწყო დაპირისპირება. მეორეში მიწერია, რომ დიახ, სწორია. მეორეში მიწერია, რომ პაპი გრიგოლ მე-7 მოარყვა მეფის ძალაუფლება და გამოაცხადა დამოუკიდებელი მმართველობა, რომლის კონკორდატით აკრძალა სასულიერო პირებს თანამდებობის მიღება საერო პირისგან. ხო, ეს არის პირდაპირ შედეგი. ეს იცოდი უკვე? კი, მაშ. ხო, ანუ რამე ის ხო არ იყო. კი ბატონო. არა, ეს თამაში. შემდეგ? მესამეში მიწერია, რომ მეფის მოწინააღმდეგეებისთვის, რადგან სახელმწიფოში მეფე დაუპირისპირდა საკმაოდ ძლიერ მოწინააღმდეგეს, ანუ პაპს, და ისინი მდგომარეობას გამოიყენებდნენ საკუთარ ინტერესებისთვის. ვინ ისინი? ხელისუფლების მოწინააღმდეგეები მას. ვისთვის იქნებოდა, ასე ვთქვათ, უარყოფის დადებითიო და სახელმწიფოსთვისო, თუ როგორ გიწერია? მეფის ხელისუფლების მოწინააღმდეგეებისთვის მას. ანუ ვინც მეფეს ეწინააღმდეგებოდა მას. მეფის ხელისუფლების მოწინააღმდეგეებისთვის. თავითვალო. მეფის ხელისუფლების მოწინააღმდეგეებისთვის დადებითი შედეგის მონტანი. მეფის ხელისუფლების მოწინააღმდეგე პაპი არ იყო? ეს ხომ თავარი მოწინააღმდეგე იყო, მას და ვიფიქრე მეორე ხარისხოვანი მოწინააღმდეგეებისთვის იქნებოდა დადებითი. ნახე, პირველი რაც უნდა გამოვკვეთო, ზოგადად თავარი ამ კითხვაში რომ მოიყვანო დადებითი შედეგის მონტანი თვითონ ეკლესიის გარდა, ეხლა შენ ირიბად გამოგივიდა, რომ ისევაც ეკლესიისთვისაც მოწინააღმდეგეა, ფაქტობრივად ეკლესია მოწინააღმდეგეა თვითონ მეფის და მეფის ხელისუფლების მოწინააღმდეგეები ისევ ეკლესია გამოდის. და ეხლა მე რა გავიგო, შენ თავარს გულისხმობ მეორე ხარისხოვანს თუ მესამე ხარისხოვანს, ხო? ასე რომ მაგისი არ ჩართვლის ლეგიტიმური უფლება მაქვს. მაგრამ მოდი სხვა რამეზე ვიმსჯელოთ, რაც არ უნდა იყოს. ერთი საინტერესო დეტალია, რომ მიხვდი პრინციპს. მაგრამ მაგას სავარაუდოდ არ ჩაგითვლით. აი დააკონკრეტე ხოლმე ერთი რაღაც. შენ ხო შეგეძლო დაგეწერა კონკრეტულად ვისთვის იყო დადებითი? ტრებისთვის, პაპისთვის, ფეოდალისთვის. კითხვაში მას ეკლესიის გარდა რო ეწერა, ამიტომ პაპისთვის არ დაუწერე და ხო და დაწერე ზოგადი და ზოგადი შემიძლია, ზოგადი უფრო ცუდი არ არის? მეგობრებო, ზოგადი პასუხები არის თავის, ესე იგი, რაღაცის არ ცოდნის პირველი ნიშანი.
მაგრამ ეს კითხვა ისეთი იყო, რომ თქვენ იცოდით ეს. კიდევ ერთხელ ვამბობ, რაც იცით, დაწერეთ ზუსტად. ნუ გაურბიხართ რეალობას. რეალობა არის ესეთი, ვისთვის არის ცუდი, რომ ბრძოლა არის ინვესტიტურისთვის. ერთი არის ჩემთვის, თავად მეფისთვის, მაგრამ წერ მაგალითად წერ ეკლესიის გარდაო და მეფისთვის, იმიტომ რომ შენ ებრძვი პაპს. პაპი არის ეკლესიის უმაღლესი იერარქი, რომელიც სახელს გიფუჭებს. გაუფუჭა კიდეც ხო სახელი ჰაინრიხს. განკვეთა. ბოდიში, დადებითი, უარყოფითს განვიხილავდი უსვათ. დადებითი თუ იქნებოდა, ვისთვის იქნებოდა, მაშინ დაწერე შენ თუ ვისაც სხვა სახელმწიფოს მტრებისთვის, მეფის მტრებისთვის, ანუ გაუადვილეთ გამსწორებლებს საქმე. კიდევ ერთხელ ვამბობ, თუ ამას არ იზავთ, ნუ დაიწყებთ ტირილს შემდგომ რატო გამინულეს. და მერე უნდა გაასაჩივროთ. გაუადვილეთ გამსწორებლებს საქმე. დაწერეთ ზუსტი კონკრეტული პასუხი. აი ამის შემდეგ კატეგორიულად გავფრთხილებთ ყველას. არ იქნება კონკრეტული პასუხი, სადაც წერია დიახ მინდა შევჭამო ნაყინი, არა არ მინდა შევჭამო ნაყინი. იცი რა, აი მინდა და თან არ მინდა, ესე კი არა. დაწერეთ დადებითი ვისთვის არის და უარყოფითი ვისთვის არის. ნუ ბოდიალობთ რაღაცეებს მართლა რა, იმიტომ რომ ძალიან ისეთია შეუძლებელი არ არის ეს რომ გააკეთოთ. ერთ რაღაცას გთხოვთ, რომ იცოდეთ ზუსტი პასუხების გაცემა და თუ რამე არ იცით, ჯობს დაწეროთ, რომ არ ვიცი, ვიდრე რაღაცები იბოდიალოთ. ანუ ამ შემთხვევაში არ გამართლებს ეგ, მაგრამ თქვენ მე რაზე ბრაზდები, მოდი ამაზე ვთქვათ. მე ვბრაზდები იმაზე, რომ თქვენ პასუხი იცით რეალურად, მაგრამ ვინაიდან ეს არის სავარჯიშო სიმულაცია, გეზარებათ თუ რასაკეთებთ, წარმოდგენა არ მაქვს, არ წერთ, იმიტომ რომ მე ცხადია რომ კითხვას რომ გისვათ, რომ ეს რატო არ დაწერე, ვერ მეუბნებით რატო არ დავწერე. ანუ ეს ხო ვიცოდი ისედაც და გამოკვეთე. წამოხვალ, კი წამოვალ და всё. ტერი ვინ არის? სახელმწიფოს ტერი. დაწერე კონკრეტულად თუ იცი ვინ არის მაგალითად საღვთო რომის იმპერიის მტერი, კონკრეტულად ის სახელმწიფო დაწერე. და თუ არ იცი არაფერი ამ მოვლენის შესახებ, მაშინ კი ბატონო ეგ პასუხი დაწერე. მეოთხეში რა გაქვს? საფრანგეთის მეფე ფილიპე მეოთხე ლამაზისთვის და პაპი კლიმენტ მეოთხეს დაპირისპირება. ერთი წუთი კაცო, ერთი წუთი. საფრანგეთის მეფე ფილიპე მეოთხე ლამაზისთვის რატო? საფრანგეთის მეფე ფილიპე მეოთხე ლამაზისა და პაპი კლიმენტ მეხუთეს დაპირისპირება. ამ შემთხვევაში მეფე პაპის დაქვემდებარებას ცდილობდა, ამიტომ იგი გადაასახლა ავინიონში, ამით კი სრული კონტროლი დაამყარა პაპს. კლიმენტი თუ ბონიფაციუს მერვე? კლიმენტი მეხუთე. მე მახსოვს ბონიფაციუს მერვე. ნუ გადავამოწმებ მაგას. ბონიფაციუს მერვეს არ ებრძოდა ფილიპე? სწორია. ეგ არის გადაასახლა და არგუმენტები სად გაქვს? ნახე, ერთი დეტალია. ჯერ ერთი რა შეცდომა გაქვს. ბონიფაციუს მერვეს ებრძოდა. და კლიმენტ მეხუთე იყო დამყოლი, რომელიც დაეთანხმა მის გადაწყვეტილებას და რეზიდენცია ავინიონში გადაიტანა. ამიტომ, როცა არსებობს გაურკვეველი ვითარება, ან ზუსტად არ იცი, იქ უნდა
ის იმას თავი უნდა არიდო. ეხლა შენ გამოგივიდა რომ ბონიფაციუს მერვეს დაწყებული საქმე უარყავი და პირდაპირ კლემენტს შეაწმინდა ხელები. და კლემენტმა რეალურად დაუჯერა ფილიპეს და გადაიტანა ის რა ქვია ავინიონში რეზიდენცია, ხო? და ამას ფაქტობრივი შეცდომა გამოდის ეგ. მიხვდი რას ვამბობ? ანუ ბონიფაციუს მერვეა, რომელიც დაუპირისპირდა მეფეს და უნდა დაგეწერა ბონიფაციუს მერვესა და ფილიპე მეოთხის დაპირისპირება, ეს არის უკვე ანალოგი ძალაუფლებისთვის ბრძოლა და ამატებდიან ის. და მერე ორივე შემთხვევაში, მაგრამ აქ არის ერთი საინტერესო დეტალი კიდე, რაც არ გაითვალისწინე. ინვესტიტურის ბრძოლა ვინ მოიგო? პაპა. და აქ ფილიპემ არ მოიგო? ხო, ამ შემთხვევაში რომ ფილიპემ შეძლო მათი გადასახლება, ამიტომ დავწერე მას. ხო და ერთ წუთი ანალოგი როგორ გამოდის? იქ თუ პაპმა მოიგო და აქ მეფემ მოიგო, როგორია ანალოგი? შენ გინდა ანალოგი, სადაც პაპი ეჩხუბება ვიღაც მეფეს და ის პაპი იგებს რაღაც საკითხზე. კი, მივხვდი ჩემი შეცდომა. მოკლედ, გავიგეთ ალბათ. კარგი, სოფოს არ აქვს როგორც მივხვდი დაწერილი. მეგობრებო, რომ შევაჯამოთ, ძალიან გთხოვთ, ეს დავალება, ხუთქულიანი დავალება არის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე რთული და თან მარტივი თუ გაიგეთ. ამ დავალების კარგად გაკეთებისთვის აუცილებელი არის პირველ რიგში, რომ ამოწეროთ, რას გეკითხებათ მოვლენა. ამოწერეთ მოვლენა, ის ამოწერეთ, ის მოვლენის ძირითადი არსი ამოწერეთ, რაც თქვენ გჭირდებათ იმისთვის, რომ შეძლოთ იმ რეალობის აღქმა. ეხლა, აქ არის ბევრი დეტალი. პაპი ებრძვის იმპერატორს, დაწერეთ ასე კითხვები დაწერეთ, ვინ ვის? ერთი, ანუ მეფე ებრძვის პაპს. დასვით კითხვები. მერე ზოგადად აი მოვლენა სანამ გადახვალთ თქვენ უშუალოდ კითხვების გაცემაზე უპასუხეთ. თქვენ თვითონვე. მოვლენა აღწერეთ, მაგალითად, პაპი ებრძვის იმპერატორს, რა მიზეზი ჰქონდა, ასეთი ცხრილი დახაზეთ, მოკლედ რომ მარტივად რო გითხრათ, ნახეთ, შავ ფურცელზე ხომ მიხვალთ? აი აქ დაგიხაზავთ ახლა. აიღეთ ესე ჩაწერეთ მოვლენა. მაგალითად, პაპი ებრძვის, პაპი vs იმპერატორი. დაწერეთ მიზეზი, დაწერეთ შედეგი, რაც იცით სანამ გადახვალთ კითხვებზე. მიზეზი, შედეგი, რაც გახსოვთ მოვლენიდან. მე არ ვამბობ, რომ ყველაფერი დაწეროთ, რაც არ იცით. რაც გახსოვთ, დაწერეთ მიზეზი, შედეგი, დადებითი ვისთვის იყო და უარყოფითი ვისთვის იყო. არ დააკვირდეთ საერთოდ არაფერს, რა წერია კითხვებში. ანუ მოვლენა ამოახარისხეთ რა, თავიდან გადმოწერეთ. იმიტომ რომ როგორც ხვდები, თავარი პრობლემა რაშიც თქვენ იჭედებით და ფაქტობრივად ეს არის მასიური პრობლემა აბიტურიენტების, ეს არის რომ ვერ აღიქვამენ ისინი კითხვას ზუსტად, რასაც ეკითხებიან. მოვლენის კონტექსტის გამოკვეთა აუცილებელი. იმიტომ რომ როგორც კი თქვენ არსებულ მოვლენას უპასუხებთ, კითხვას აღარ დაწერთ ამ მოვლენაზე. უკვე ანუ მიზეზი რო იცი ამ მოვლენის წინასწარმეტყველება რო გაქვს დაწერილი, რომ რა იყო პაპისა და იმპერატორს შორის ინვესტიტურის დაპირისპირება და მიზეზს წერი ინვესტიტურისთვის დაპირისპირებას, გამოდის რომ იგივე სიმეორებდა მაგას მიხვდები თავიდანვე. ამიტომ დაწერეთ მოვლენა ასეთ ფორმატში, ჩასვით ბურთში, ამ წრეში ჩასვით მთავარი მოქმედი პირები, ვინც არიან, ანუ ბრძოლაზე იქნება ეს. მაგალითად მოვიდა დავით აღმაშენებელზე რაღაცა ბრძოლა. ან საეკლესიო კრება ჩაატარა დავით აღმაშენებელმა და იგი დაუპირისპირდა ეკლესიას. ვინ ვის ებრძვის? გამოკვეთეთ ზოგადი აქცენტი. მეფე ებრძვის ვიღაცას, ეკლესიას. აქ კონკრეტულად დავითი კი არ ჩაწეროთ. ანუ მოვლენის განზოგადება გააკეთეთ, როგორც კითხვებში აკეთებთ. იგივე გააკეთეთ აქაც. მოვლენა განაზოგადეთ,
რომ გაიგოთ კონტექსტი, მერე დააკონკრეტეთ ფაქტებით, მიზეზი რა იყო ამ მოვლენის, შედეგი რა იყო, რაც თქვენ იცით, დადებითი უარყოფითი, მერე გადადით კითხვებზე. ეს არის თავის წინასწარი გადაზღვევა, ასე შეიძლება ვუწოდოთ ამას. თავი გადაიზღვიეთ წინასწარ, რომ სანამ დაიწყებთ ანალიზს, წინასწარვე გქონდეთ მზაპასუხები და შეადაროთ. ოღონდ მიზეზი ისე კი არ დაწეროთ, რაც დასაწერი გაქვთ გადასათეთრებელ პასუხში. დაწერეთ ასე, რატომ შეიძლებოდა პაპი დაპირისპირებოდა მეფეს. ზოგადად დაწერეთ. ხო? პოლიტიკური მიზეზი, აი მაგალითად, რატო ებრძვის ერთი მეფე მეორე მეფეს თქვენი აზრით? რა უნდა გქონდეთ მათ მიზეზი? რა მიზეზი? ხო, ზოგადად. პოლიტიკური ინტერესების გამო. პოლიტიკური ინტერესები, ანუ ნახე კიდე წახვედი ზოგადად. ზოგადად კი ვამბობ რომ ის, მაგრამ ზოგადი ფაქტოლოგიური მასალიდან კი არ მინდა მაინც პასუხი. ზოგადად მეფე სხვას იმიტომ ებრძვის რომ მოიპოვოს ძალაუფლება, გავლენა, ტერიტორია გააფართოვოს, გაადიდოს თავისი სახელი ხოტბაში ასხას. აი ეს არის კონკრეტული ზოგადი პასუხები. მიზეზებს რო გეკითხებიან კონკრეტული ზოგადი პასუხები დაწერეთ. ეხლა თქვენ თუ თვლით რომ ეს უაზრობაა, მოდი ეხლა მითხარით რომ არა, შალვა მაგას მაინც არ გავაკეთებ, ტყუილად ნუ გიხსნი. მართლა გეუბნებით. არა, მას დროს მგონია რომ ძალიან მეტ ინფორმაციას უწერ და შეცდომად გამოდის მას. ამიტომ ვეცდები რომ უფრო მოკლედ დავწერო მას. ჩემი მთავარი პრობლემა ეს არის. ხო, გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის. მოკლედ, ეს არის ერთ მიზეზებზე დაწერთ კონკრეტული ზოგადი, კონკრეტული შედეგი უნდა დაწეროთ უკვე და აქ ზოგადი შედეგი ვერ იქნება, მაგრამ გამოკვეთეთ პაპისა და იმპერატორის დაპირისპირებაში ამ პაპი გაიმარჯვებდა ან იმპერატორი და კონკრეტულად ვინ გაიმარჯვა უკვე დაწერეთ. ფაქტოლოგიური მასალიდან დადებითი რა არის? ვისთვის რა არის დადებითი? ზოგადად ჩამოწერეთ. პაპისთვის დადებითი იქნებოდა რომ ძალაუფლებას მოიხვეჭდა, სასულიერო პირებს თვითონ დაამტკიცებდა, ასევე სხვა კათოლიკური სამყაროს თვალში მისი და სხვა იმპერატორებისთვის თუ გაიმარჯვებდა, მისი ასე ვთქვათ, ძალაუფლება და გავლენა ერთიორად ამაღლდებოდა, ავტორიტეტი ამაღლდებოდა. ეხლა დაწერეთ იმპერატორისთვის თუ დადებითს გეკითხებათ კითხვაში. უარყოფითი, ანუ ორივესთვის ჩამოწერეთ რა. თქვენ კი შეიძლება გკითხონო ეკლესიის გარდაო და მხოლოდ ერთზე, მაგრამ მე მესმის რომ ეს ცოტა მეტ დროს მოითხოვს, მაგრამ ეს წინასწარვე გადაგაზღვევთ თქვენ რომ მე რასაც მე უკვე კითხვებში, პასუხებში ვპოულობ, ხოლმე ამისგან თავი დაიზღოთ, ანუ განაზოგადეთ თქვენ რაღაცეები. კიდევ ერთხელ ვამბობ, ისტორია არის უნიკალური საგანი, რომელსაც შეუძლია წარსულიდან მოერგოს მომავალს. და წარსულში მომხდარი მოვლენების მომავალზე მორგება როგორ ხდება? განზოგადებით, ხო? როგორ უნდა განაზოგადო 1801 წლის ქართლ-კახეთის ანექსია რუსეთის მიერ მიერთება? იგივე ხო ვერ მოხდება, მაგრამ უნდა განაზოგადო, მოვლენები განაზოგადო, რა პროცესები იყო ზოგადად, როცა რუსეთი აპირებდა ქართლ-კახეთის გაუქმებას. და თუ ჩვენ გვინდა რომ დღეს იგივეს მოვარგოთ, იგივე პროცესებით უნდა შევაფასოთ. რა დაიწყო რუსეთმა? ენას რა უყო, ეკლესიას რა უყო და აქაც გადმოიტანო განზოგადებული ვერსიები და მიხვდები, ისტორია მე გახდება ძალიან საინტერესო უკვე. ნახე, რამდენ პასუხებს გაძლევს უკვე ისტორია წარსულიდან. ანუ გეორგიევსკის ტრაქტატზეც რომ ავიღოთ იგივე პრობლემები აქვთ ხოლმე, რომ ვიღაცები არ ანზოგადებენ, განზოგადებას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ამიტომ გაითვალისწინეთ ეს რაღაც თუ გინდათ რომ შედეგზე გახვიდეთ. კარგი, გადავიდეთ ახლა უშუალოდ წყაროზე. გისმენთ, წავიკითხოთ ესე იგი პირველი, რა იყო ერეკლე მეორის ძირითადი მიღწევები ამ წყაროში გვაქვს და უნდა დაგეწერათ ერეკლე მეორის ძირითადი მიღწევები
პირდაპირ დაიწყეს მუდმივი არმიის შექმნა რეგულარული ჯარისგან, ასევე არასრულწლოვანი ჯარისკაცებისაგან. ერთი ქულა. თქვენ რა გაქვთ აქ? ეგ მოგწონს. დამატებით მიწერია, რომ რომელიც აქტიურად იბრძოდა ქვეყნის დასაცავად. ხო, ნახე, კითხვა არის ესეთი საბინა. რა იყო ძირითადი მიღწევები სამხედრო რეფორმის მხრივ და შენ რა გიწერია ბოლოს დამატებით? ასე მიწერია, რომ მან შექმნა მუდმივი არმია, რომელიც აქტიურად იბრძოდა ქვეყნის დასაცავად. ნახე, შენ რა გკითხეს? მიღწევა არის ძირითადიო, რისთვის იბრძოდა ჯარიო, ეგ ხო არ გკითხეს? ანუ ნახე, ძალიან გთხოვთ, თქვენ არ ხართ მე დაწყებით კლასებში, არც ყო დაასრულეთ სკოლა, გილოცავთ სკოლის დასრულებას. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ სკოლა დაასრულეთ, თქვენი კარი დაიკეტა, თქვენ აღარავინ არაფერს აღარ გაპატიებთ, თქვენ აღარ ხართ ბავშვები, თქვენ გაიზარდეთ, ორიანებს ათიანებად აღარ გადაგიკეთებენ, მიგაკრავენ ორიანებს და ერთიანებს, ისე რომ წარბს არ შეხრიან, გულს არ აიჩქარებენ, პირიქით ფეხი ფეხზე გადაიდებენ, ცივყავას დააყოლებენ და თქვენი მწარე შედეგით კმაყოფილი დარჩებიან. აი ეს არის სკოლის დასრულება. ეს ნიშნავს იმას, რომ მე თუ გეუბნებით, რომ ასეთია რეალობა და ამას გიზავენ გამსწორებლები, თქვენ უნდა გაითვალისწინოთ ეს. თუ ამას არ აპირებთ, მაშინ თქვენი გადასაწყვეტია რეალობის წინაშე დარჩით, ანუ ეს ნიშნავს, რომ ფეხი მოიტეხოთ, მერე შეიხორცოთ თავიდან და მერე აღარ მოიტეხავთ იმ ფეხს, ნამდვილად. ან ხელს, რა ვიცი, რაც გინდათ, რომელი ორგანოც გინდათ, ის მოიტეხებთ. გენგნებოდ კოვიდი შეიხვედრეთ. ანუ, რასაც არ გეკითხებიან, იმას არ ვწერთ. ეს არის აქსიომა. ამას არ გადადიხართ. თუ კითხვა გეუბნებათ, რა არის მიღწევები, მერე სხვა კითხვა, საბინა, არის თუ არა მიღწევები, რომ ეს ჯარი დაიცავდა თავის ქვეყანას, ეს მიღწევაა? არა. ამიტომ ეს არ გვინდა. ამოწერეთ წყაროს კითხვიდან, რომ არ შეგეშალოთ. აბიტურიენტთა 80% შეცდომას უშვებს იმაში, რასაც არ ეკითხებიან. ეს იცი რისი ბრალი? ეს არის სკოლის ბრალი. სკოლის ბრალი რატოა გეტყვით? მასწავლებელი, რომელიც გაკვეთილზე კითხვას სვამს, არ არის კრიტიკული რა. ეს მასწავლებელი კარგ პასუხსაც ეუბნება, კარგია, ცუდ პასუხსაც ეუბნება ვიღაცამ, რო თქვას, კარგია. უნდა მიაჩვიონ რა მოსწავლეები სკოლაშივე. არა, ეს ცუდი პასუხია. ეს არის კარგი პასუხი. ახლა უიმე როგორ შეიძლება დაწყებით კლასებში, მე მესმის, რომ ზომიერება უნდა შეინარჩუნოს მასწავლებელმა, მაგრამ ბავშვები კონკურენტუნარიანები ერთმანეთისადმი კი არ უნდა იყვნენ, თვითკრიტიკულები საკუთარი თავისადმი უნდა იყვნენ. მიხვდით და ამას არ ასწავლიან სამწუხაროდ სკოლაში. ეუბნებიან, რომ ის და მშობელიც ასეა, სხვათა შორის მოტივირებული, რომ ჩემი შვილი სხვაზე ნაკლები როგორ არის და სასწრაფოდ აჯობე, აიძულებ თავისი მშობელი საკუთარ შვილს. წადი ეხა და შენს კლასელს აჯობე, რომელთანაც 12 წელი უნდა იყო, წარმოიდგინეთ ხალხო, რაზე გვაქვს საუბარი და იმას კი არ ეუბნება, რომ შენ თუ შეგეშალა, ესე იგი არ შეიძლება, არა უშავს შეგეშალა, ისწავლე, ეხა ხო ფეხი მოიტეხე, ეხა აღარ მოიტეხო ფეხი. აი ამას კი არ ეუბნება, არამედ ეუბნება, რომ მარიამმა ფეხი არ მოიტეხა და შენ როგორ მოიტეხე, შენ უპატრონო, შენ ვინ გაგზარდა და რაღაც ესეთებს ეუბნები. ანუ წარმოიდგინე და მარიამზე რა გამიჩნდება მე სიძულვილი,
მერე მიდიხარ მარიამთან ეტენები, ეს მარიამი არ გიტენის, მასწავლე ფეხის როგორ ვერ იტეხავ, შენი მშობელი რატო არ გეჩხუბება, რაღაცეებს ეუბნება და ამ მარიამს კიდე მიდის და სულ ფეხმოუტეხელი დადის რა საერთო ჯამში და გამარჯვებული ის არის, ვინც საერთო ჯამში სხვაზე არ საუბრობს და საკუთარ თავს აკრიტიკებს შეცდომაზე. ანუ მე იმას კი არ ვამბობ, მე ისი თქმა მინდა, მეგობრებო, რასაც არ გიკითხებიან კითხვაში, ხო? და იმის იქეთ გადადიხართ. ეს არის ერთადერთი რაღაცის ნიშანი, რომ თქვენი განცდა, რომ მე არასწორი შეიძლება ვიყო, დაკმაყოფილდეს სხვა ალტერნატიული პასუხით. და ეს სამწუხაროდ სკოლან გასწავლოთ და თქვენი ბრალი არ არის ასე რომ წერთ პასუხებს. ეს მშობლებმა და გარემოებამ გასწავლათ, რომ მე სხვა პასუხს იმიტომაც წერ, რასაც მეკითხებიან იმის იქეთ, რომ იქნებ ის მაინც იყოს სწორი, აი ეს ხო ვცადე და ეს ფეხის მოტეხვის შიში გქონდეს და მე გეუბნებით, ეროვნულები არის თქვენი პირველი ფეხის მოტეხვა, თუ შეიძლება ასე ითქვას. სადაც არავინ არ დაგინდობთ. მიუხედავად იმისა, რომ უფრო ლოიალურად გაგისწორებენ და ძალიან გთხოვთ, არასდროს არ დაწეროთ იმაზე მეტი, რაზეც არ გთხოვენ, არასდროს არ გააკეთოთ იმაზე მეტი, რასაც არ გთხოვენ, იმიტომ რომ უმადურობაში ჩაგითვლიან, უმადური დარჩებიან თქვენ მიმართ რა მერე. თქვენ ვიღაცას თუ მეც გაუკეთებთ, ის მიიღებს ამას, მაგრამ უმადურობის განცდა დაგეუფლებათ, ანუ მე მოსთხოვთ იმას პასუხს, მე ხო მეტი გაგიკეთე და მე არ მithქვამს, შენ გავიკეთე მეტი. და ადამიანს ეს მოსწონს. ამიტომ კითხვაც ასეთია. წყაროს კითხვები განსაკუთრებით მეც დაუწერ, მეტი მოგეთხოვება. ცოტას დაწერ, რასაც გეკითხება, ცოტა მოგეთხოვება. ნიშნავს ეს იმას, რომ მე კითხვა, ეხლა შემიძლია შემდეგნაირად წარმართო, შენი პასუხი საბინა. შენ დამიწერე მიღწევები და ისიც დამიწერე რისთვის იყო კარგი. მე გეკითხები მიღწევებს. მე სრული უფლება მაქვს, თუ ძალიან მკაცრი ვიქნები, ჩაგითვალო, რომ შენ ვერ გაიაზრე კითხვა და გაგინულო. რატომაც პირიქით, ის თუ ერთი მიღწევა არის და იმას ის ქვეყნის დაცვას იმ მიღწევის შედეგია და ჯამში ორივე Excuse-moi, ერთი წუთი რა. ერთი წუთი. მიღწევის შედეგიო შენ თვითონ ვეთქვი და საწერია კითხვაში მიღწევის შედეგი დამიწერეო. ანუ ახლა მაგას ამივაქცევ. ხო და მაგას ვამბობ ზუსტად, რომ თქვენ უნდა მიაქციოთ ყურადღება იმ მხოლოდ იმას, რასაც გეკითხებიან. მეორე ამ შემთხვევაში მეორე კითხვა როგორ წარმოადგენდა ერეკლე მეორე ქვეყნის თავდაცვის უნარობის გაძლიერებას, როგორ წარმოადგენდა ერეკლე მეორე გაძლიერებას. ესე იგი, მხოლოდ რა არის კითხვის მთავარი აქცენტი? ამოწერეთ, აი გვერდზე მიუწერეთ. რა არის, ანუ რას ცდილობდა, როგორ ცდილობდა ერეკლე თავდაცვით უნარიანობა. თავდაცვა, ეს არის მთავარი. რას აკეთებდა ამისთვის, რომ მე გავაძლიერო თავდაცვა? წერთ მუდმივი არმია კავკასიის რეგიონის სტრატეგიული მნიშვნელობის გამოკვეთა. მუდმივი არმიის შექმნა ეს თავდაცვის უნარიანობას აძლიერებს და კავკასიის რეგიონში სტრატეგიული მნიშვნელობის გამოკვეთა. განსხვავებული პასუხი თუ გაქვთ, წამიკითხეთ. მას მე მიწერია თავისი რეფორმებითა და ცდებით. როგორ ცდილობდა და თავისი რეფორმებითა და ცდებით. ასე ცდილობდა. ანუ როგორ ცდებით, რა ცდებით. რისთვის ცდებით საერთოდ? რატომ ცდებით? ხო? რა გიდათ საერთოდ? კითხვა არის, როგორ ცდილობდა? ასე ცდილობდა. ეს იცი რას გავს მეგობრებო, აი რა ვიცი, ყველაფერს რო ჩვენი ქვეყანა ერგება, იმას გავს რა, აღარ მინდა ეხლა თქვა. თქვენ იცით ეს ცნობილი ფრაზა. ხო? ასე რომ დაფიქრდით. ეგ არ გეთვლება. ვის რა აქვს კიდევ დაწერილი? მე ისე მეწერე როგორც თქვენ.
და ამიტომაც იღებს სხვათა შორის 59 ქულას. მინდა ეს სიმპათიით აღნიშნო ნინ ესა მარიამ რომ მე არ ვიცი ეს ნამდვილად მისმენს და იმიტომ თუ მასში რაღაცამ გაიღვიძა თუ რა არის ამის იმიზე თქვენს თავში ეძიეთ მეგობრებო რატომ ხდება ასე მაგრამ თქვენ ყველას გაქვთ ალტერნატივა ან მე მენდოთ იმიტომ რომ მე თქვენ კლდიდან არ გადაგაგდებთ ან თქვენს თავს ენდოთ და აიღოთ მე ერთი ქვაკედან მეორე ქვაკედან და ქულები რო დაიდება ხან ერთი გაისხათ აქეთ ხან მეორე და მე ჩემი სახელი არ ახსენოთ იცოდეთ ძალიან გთხოვთ ეს იქნება ის რაც იქნება კარგი მესამე კითხვის პასუხზე გადავიდეთ რა ეკონომიკური რეფორმები გაატარა ერეკლემ ანუ ნახე განაზოგადეთ ეს კითხვა ვიღაცამ ეკონომიკური რეფორმები ეს არის ერთი კითხვა მეორეა როგორ იმოქმედა ამან შიდა წარმოებაზე სავაჭრო ურთიერთობები გააუმჯობესა ეს არის ერთი კითხვის პასუხი და ხელი შეუწყო მრეწველობისა და ამ რეფორმებმა შიდა წარმოების წახალისებას ხელი შეუწყო და მის განვითარებას ხელი შეუწყო. ნუ ახლა ჩამოყალიბება უნდა. ნახეთ, როგორ დაწეროს წყაროს კითხვები. ჩამოყარეთ ყველა ალტერნატივა, ამოიღეთ საუკეთესო და გადაათეთრეთ ეგრევე. ნუ გადაელოდებით ტესტის დასრულებას. ჩამოყარეთ ყველა ალტერნატივა შავზე, გადმოათეთრეთ თეთრი საუკეთესო ამოიღეთ იქედან რომელიც მხოლოდ ორ რაღაცას უნდა აკეთებდეს. ერთი გრამატიკულად სწორად იყოს და შევსებული იყოს, ანუ ყველაზე მედიდური პასუხი იყოს. ხო არსებობს ერთი სიტყვები გამარჯობა და არსებობს რაღაცა რა ვიცი, ახლა გამარჯობის ერთი სიტყვა რაც არის რა. მოგესალმებით, არ ვიცი, რამდენად ეს უფრო აკადემიური ფორმა, რა ვიცი. ხო? ანუ თქვენ ამოიღეთ პირველი ყველა თქვენი კარგი სიტყვა ამ ჩამოწერილი შავი ვერსიიდან და გადათეთრებისას გაითვალისწინეთ სანამ გადაათეთრებთ. ეს არის ყველა მთლიან ტესტში სულ გასათვალისწინებელი. სანამ გადავათეთრებ, ასეთი კითხვა დაუსვით. აი, როგორც დილით მაგალითად თქვენ მაგალითად მე მაქვს ძალიან ცუდი დაავადება. თუ დილით წამალი არ დავლიე, მე ღამე აღარ ვიქნები ცოცხალი. აი ეს რო დამავიწყდეს, მაგალითად. დილით ხო რას ვაკეთებ? დავლიე წამალი? კითხვასო. ასე უნდა გააკეთოთ თქვენც იგივენაირად. ემთხვევა კითხვის აქცენტს. ეს თუ არ გააკეთეთ და დაგავიწყდათ, ეს არის როგორც სახლის გასაღები დაკარგოთ. სახლის კარი დავკეტე? უთო გამოვცე? გასქურა გავთიშე? წყალი ონკანი გავთიშე? ანუ აი ესეთი კითხვაა ეს რა. კითხვის აქცენტს ემთხვევა ჩემი პასუხი. როგორც კი ამას ვერ იგრძნობთ, თქვენ მიდიხართ არასწორად და აღარ დაწეროთ ის პასუხი, შეცვალეთ. ხა ამას თავიდან რა წაიკითხო, მაშინ გაინულეთ პირდაპირ, ხო? არა, შეცვალეთ ეგრევე, დასვით კრიტიკული ერთი კითხვა, რომელიც ყველა კითხვას ჩდება. არჩევით ბოლონიასაც იგივე კითხვა, სანამ დ-ს შემოხაზავთ, დაწერეთ. ეს პასუხი კითხვას ემთხვევა, კითხვის აქცენტს. რასაც კითხვა მეკითხება, იმას პასუხობს. ვინ იყო ჯუმბერ ნოზაძე? ჯუმბერ ნოზაძე ვაშ ჭამდა. ვინ იყო? რა სჭამდა არა? ვინ იყო? იგივეა, აქაც მიზნები ეკონომიკური წერთ და პასუხობთ. ორი მიზანი აქვს, ორი კითხვაა ერთ კითხვაში რა ერთი. ორივეს თუ არ პასუხობს, გინულდებათ იცით ერთ ქულიანზე. ეს გაიგეთ? მაშინ წყაროში 14 ქულიდან 14 უნდა აიღოთ. სხვაგვარად ქულას ვერ დაკარგავთ აქ. მხოლოდ იმის გამო შეიძლება დაკარგოთ, რომ მოგივიდეთ ფაქტობრივი კითხვა 1, ან 2 და გკითხონ ამ წყაროში აღწერილი პიროვნების მამიდაშვილს რა ერქვა. და ვერ გაიხსენოთ და კი ბატონო, ეს ადამიანური გეპატიებათ და გავიგებ. და არავის თქვენი თავიც გაიგებს. თქვენი თავიც არ დაგანამუსებთ.
სხვათა შორის და საერთოდ არ იდარდებთ ამაზე, მაგრამ იდარდებთ იმაზე, რასაც თქვენ თავს ვერ აპატიებთ მე. გადავიდეთ მეოთხე კითხვაზე. მე მაინტერესებს სხვებს ხომ არ გაქვთ რაიმე განსხვავებული, რომ ესეც გავარჩიოთ. ცოტა უცნაური მეწერა მე, მაგრამ იგივე. აბა მაგალითად რა გეწერა? ელექტრომეურის რეფორმები ითვალისწინებდა სავაჭრო ურთიერთობების გაუმჯობესებას და ნახე, ქვეყნის წარმოების პირველი შეცდომა. თქვენ ხო დაამთავრეთ სკოლა? გილოცავთ სკოლის დამთავრებას. თქვენ პირველ კლასში გეუბნებიან, ბავშვებო, მასწავლებელი რომ შემოვა, კითხვას რომ დაგისვათ, იგივეთი დაიწყეთ და შეუბრუნეთ. როგორ ხართ, კარგად, თქვენ რომ რაღაც ესე კი არა, პირდაპირ კარგად. ეს რაღაცები ბოდიალი აღარ უნდა. ერეკლე მეორეზე ხო ისედაც გეკითხები. და რაღაცო იმეორებ იმას, რასაც მე გეკითხები. კითხე მიპასუხე. всё. ასე რომ მაგას ვეღარ დატევ მე მაგალითად და მე შეიძლება გაგინულდეს. ნუ მოკლედ ვრცლად თუ გიწერია, არ უნდა გეწეროს ვრცლად. ეხლა გაინულე ეგ ვრცელი პასუხი მიუხედავად ისე რომ სწორი გაქვს. იმიტომ რომ ეს არის ტექნიკური დარღვევა და მე გაგინულებთ ყველა ტექნიკურ დარღვევას. კიდევ გაქვთ ასე ტექნიკურად არასწორი ვინმეს? გადავიდეთ შემდეგზე, ეს არის მეხუთე კითხვა. როგორ აღწერდა ერეკლე, ესე იგი რა წერია? მეოთხეზე. მიზნები, რა იყო ერეკლე მეორის მიზნები სავაჭრო ურთიერთობის გაუმჯობესების ხრივ? ვიღაც მეფის მიზნები რომ ვაჭრობა გაუმჯობესდეს. ჭიდრო ურთიერთობის დამყარება ევროპასთან, რუსეთთან, რითიც გაზრდიდა სავაჭრო შესაძლებლობებს და მოიპოვებდა ქვეყნის უსაფრთხოებას. ან პირდაპირ, ჭიდრო ურთიერთობის დამყარება ევროპასთან და რუსეთთან, ეს არის პასუხი. აბა განსხვავებული. გაიზარდა სავაჭრო შესაძლებლობები და მოიპოვებინა მხარდაჭერა ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის. დიახ. ერთი ქულა. განსხვავებულები ვის გაქვთ? საბინა ალექსანდრე? იგივე მაგნიტური. ევროპასთან და რუსეთთან ჭიდრო კავშირის დამყარებით. დიახ. შემდეგი მეექვსე. რა იყო გეორგიევსკის ტრაქტატის მნიშვნელობა და შედეგები ქართლ-კახეთის სამეფოსთვის? პირდაპირ წერთ. საქართველო ქართლ-კახეთი შევიდა რუსეთის მფარველობაში, რაც მოიცავდა ქვეყნის სამხედრო და პოლიტიკური დაცვის პირობას. აბა? მე მიწერია, უბრალოდ მოიცავდა ქვეყნის სამხედრო და პოლიტიკური დაცვის პირობას, რომლის მიხედვითაც ქართლ-კახეთის სამეფო რუსეთის მფარველობაში შევიდა, ამის შემდეგ ქვეყანაში სტაბილური მდგომარეობა იყო. უკაცრავად, ვინმე გკითხათ, როგორი მდგომარეობა იყო ქვეყანაში ამის შემდეგ? შედეგები ქართლ-კახეთის მოდი ჯერ ერთი ფაქტობრივი შეცდომა დავუშვი, რომ ქვეყანაში სტაბილური მდგომარეობა რუსეთის მფარველობაში შესვლით არ ყოფილა. პირიქით აგვერია სიტუაცია და საერთოდ დაგვიპყრო რუსეთმა. ამიტომ რასაც არ გეკითხებიან, ის არ უნდა დაწერო. შედეგები იყო ტრაქტატის და არა ქვეყნის. ანუ შენ გეკითხებიან ტრაქტატის მნიშვნელობა და შედეგებიო. შედეგი იყო ის, რომ საქართველოს ეგ პირობა უნდა გქონოდა. მაგრამ მაშინ უნდა დაგეწერა პირობა ასეთი იყო და შედეგი იყო ის, რომ პირიქით რუსეთმა დაარღვია ტრაქტატი და არ მიაქცია ყურადღება და ჩვენ დაგვიპყრო. მაშინ ეგაა შედეგი, თუ ეგრე გინდა. შენ ხო იცოდი, რომ ეს შედეგი ასეთი არ იყო სწორი? თუ უბრალოდ ასე მოგეწონა ქვეყნისთვის პატრიოტულად? არა. ეს ეწერა მასწავლებლში. ანუ დასტაბილურდა ეკონომიკურ და მეხუთე კითხვა გამოვიდა. ნუ ეგ ხო საერთოდ. კარგი, შემდეგი შეცდომა, ვინმეს თუ გაქვთ აქ?
გადავიდეთ მე-7-ზე. რატომ იყო გეორგიევსკის ტრაქტატი კრიტიკულად განხილული ერეკლე მეორის ესე იგი რადგან მეფის ეს ნაბიჯი იწვევდა დისკუსიებს და განსხვავებულ შეფასებებს მეფის არჩევანის სისწორეზე. ან სხვა ლოგიკური პასუხი. მათი მე მიწერია რომ იმიტომ რომ ერეკლეს ამ ნაბიჯმა საქართველოს დამოუკიდებლობა დააფარეს. კი ბატონო. რადგან მაინც იყო საშუალება იმისა, რომ რუსეთი დაარღვევდა ხელშეკრულების პირობებს. რადგან აბა წამიკითხე კიდევ ერთხელ. რადგან მაინც იყო საშუალება იმისა, რომ რუსეთი დაარღვევდა ხელშეკრულების პირობებს. ერთუთია თანამედროვეობის მიერ რატომ იყო კრიტიკულად განხილულიო და შენ მიწერო იყო საშიშროება რომ რუსეთი დაარღვევდა თუ რადგან რუსეთმა პირობა დაარღვია არაერთ გზის ჯერ ხო არ ქონდა დარღვეული და ანუ რომ აწერდა მათ ხელს ანუ ვაფორმებდა მათ ხელს მივხვდი, კაი, ჩაითვალე. კი ბატონო. შემდეგი, ერთი ქულა. შედიოდა და აქედან გამომდინარე დამოუკიდებლობის და კარგვის საფრთხე მიკრობოდა. კი ბატონო. მე-9 არა, მე-8 ბოდიში. ხელს უწყობდა ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, მრეწველობას და სოფლის მეურნეობის განვითარებას. დადებით გავლენას ახდენდა, რადგან ამ დროს ეკონომიკა დასტაბილურდა. დიახ. მე-9 კითხვა. კულტურულ აღორძინებაში რა იყო წვლილი? განვითარდა ლიტერატურა, ხელოვნება, მეცნიერება, ხო, განვითარდა ლიტერატურა, ხელოვნება, მეცნიერება. და კულტურაც მიწერია მას. ერთი ქულა, კი ბატონო. კულტურა არ უნდა დაგეწერა, იმიტომ რომ კულტურა ისედაც კითხვაშია. ვაიმე, ნუ გაწერთ ერთი და იგივეებს. წერია მას, ერთი წუთით ვერ მივხვდი, საწერია. რა იყო ერეკლე მეორის წვლილი კულტურულ აღორძინებაში და პასუხად მიწერე კულტურა. რატო გაქვთ ასეთი რთული კითხვები? აი, ჩავწვი მას არ ავშავს ერთხელ. ანუ მე მაქვს კარგი ესეთი კითხვები თუ შენ გაქვს ცუდი პასუხები? იქნებ დავაზუსტოთ ერთი წუთი რა. აუ, მაინც რთული გაქვთ პასუხები. რა არის საბინა რთული რომ კითხვაში რაც წერია იგივე რო არ უნდა დამიწერო, ეგ არ რთული კაცო, არ გადამრიო ახლა. რაც წერია კითხვაში, იმას ნუ წერთ. всё. დაწერეთ სხვა რამე. მას ორი სიმულაციაზე მაგას ამბობ. დავიღალე უკვე ის ღამე ის მეწყება ეს გამეორებების გამო რაღაც ისინი. მე-10-ში მე არ ვიცი, მე ყველაფერი გითხარით, თქვენ გადაწყვეტეთ უკვე რას როგორ იზავთ. როგორ განვითარდა ხელოვნება ერეკლე მეორის პერიოდში? მრავალი პოეტი და მწერალი გამოირჩეოდა, რომლებიც ქმნიდნენ ეროვნული იდენტობის გამაძლიერებელ ნამუშევრებს, განმავითარებელ ნამუშევრებს, არ ვიცი, ორივე გეთვლებათ. აქ იქნებოდა ერთი ქულა. აბა შემდეგი. ანუ ნახეთ, წყაროარი უმარტივესი დავალება. ქულას არ კარგავთ წყაროში. იმიტომ რომ ამოწერთ კითხვებს, შეგიძლიათ ისიც რა გააკეთოთ საერთოდ 12-ვე კითხვა ჩამოწეროთ თქვენივე
განზოგადებული ამოწერილი წინასწარვა და მერე დაიწყოთ პასუხების გაცემა. ეგეც შეგიძლია. რა იყო ერეკლე მეორის პოლიტიკური ნაბიჯების მიზნები ერთი ქულა აქვს და შედეგები კიდევ ერთი ქულა აქვს, ანუ სულ ორი აქვს. ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ეკონომიკური განვითარება ეს არის მიზნების ერთი ქულა. ტრაქტატზე ხელი მოწერა, თუმცა მისი შედეგები კრიტიკულად განიხილებოდა, ეს არის მეორე ქულა. სულ ორი. მარიამ ოჩინსკი ელექტრონიკის მიზანი იყო ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და მფარველობის მოპოვება რუსეთის მიერ, შედეგად გააფორმა რუსეთთან გერბიევსკის ტრაქტატი. მოკლედ, ყველა პასუხს გაგინულებს შემდეგი სიმულაციებიდან, სადაც კითხვა გამეორდება პასუხში. ჯერ ერთი ეხო ქართულში ხო ისწავლეთ, ხალხო თემას როგორ წერთ. 200-ს რო დაგიწერენ თემაში, ხო ნახავთ მერე. ჯერ ხო ქართული უნდა გახვიდეთ. 200-ს მიიღებთ ქართულში, პირდაპირ გეუბნებით. ნუ იმეორებთ, რასაც გეკითხებიან. ეს არის, არ ვიცი ახლა რა გაკადროთ, რომ მიგახვედროთ, მაგრამ ეს არის უცოდინდრობის პირველი ნიშანი. უფრო ფაქიზად რო ვთქვათ. უხეშად რო ვთქვათ, ეს არის გაუნათლებლობის პირველი ნიშანი. კახურად თუ რა ვიცი მე, ვირობის პირველი ნიშანი. მაინც ჯიუტად მესემიდა დაწერე მიიღებთ სახრეს. წახოთ ნახირში. შემოჯდებით მე აგვისტოში ვირზე და გაყვებით გზას, მაწონი გეკნებათ, ძროხები იყოლიეთ, რა ვიცი მე. რო ჩაიჭრებით ამ გამოცდებში 1000 ალტერნატივაა ახლა თან ჩვენ ისეთი აყვარებული ქვეყანა გვაქვს რომ განვითარებულია სოფლის მეურნეობა და ყველაფერში ხელი გეწყობათ. ან დაუჯერეთ მოცემულობას ჯერ ორი საგნისთვის არის ეს მნიშვნელოვანი, ქართულისთვის და მერე ისტორიისთვის. ფაქტობრივად ისტორიაში 20 ქულა აქვს ასეთი დასაწერი, ასე უნდა დაწეროთ 20 ქულას კარგავთ თითქმის არაფრის გამო. მე-12 ბოლო შეკითხვა რას უწყობდა ხელს, როგორ აღწერდა ერეკლე მეორის იდენტობის გაძლიერებული პროცესი, მმართველობაო. ხელს უწყობდა იდენტობის გამაძლიერებელი კულტურული აღორძინებით, ლიტერატურის, ხელოვნებისა და მეცნიერების განვითარებით, რაც ეროვნულ თვითყოფადობას ამყარებდა. აბა გისმენთ. ასე გაქვთ? ეროვნული იდენტობის გაძლიერება გამოიხატა კულტურული აღმოსფიდნებით, რომლის ფარგლებშიც განვითარდა ლიტერატურა, ხელოვნება და მეცნიერება, ასევე სამხედრო და ეკონომიკური რეფორმა. დიახ, აღარ უნდა გამეორება, გაითვალისწინე. ორი ქულა. კარგით, გადავედით ახლა არჩევით ბოლოიანი პასუხების განხილვაზე, რომელიც თქვენ გაქვთ სად დაუშვით შეცდომები, აბა გისმენთ. მესამეში მას. ისე პირველს კი შემეშ, მაგრამ ადვილი იყო. პირველში გვაქვს მოცემული კარიკატურა, ნუ ეხლა რაც უნდა ვთქვათ, ის არის, რომ წინა წელს ესეთი კარიკატურები არ მოსულა და წელსაც შეიძლება არ იყოს, მაგრამ მე როგორც თქვენი საუკეთესო ინტერესების გამტარი, მაინც თავს ვიზღვევ და მსგავსი შეკითხვებისთვისაც გამზადებთ, თუ იქნება, წინ არაფერი არ უდგას ამას. მაგრამ არ მოვა სავარაუდოდ ასეთი კითხვები, შეგიძლიათ გული დაიმშვიდოთ და უფრო სხვანაირად იყოთ ამ შემთხვევაში. რაც შეეხება ამ კითხვას, რა გეწერა მარიამ? მეწერა მას ვერ ვიგებ ამ კარიკატურებს. კარიკატურის მთავარი პრობლემა, რომ ამოიცნო
უნდა მიხვდე, ჩაწვდე ნახაც და იმის მიხედვით რას ესე კითხვა არის რა იდეის მატარებელია კარიკატურაზე მოცემული სიუჟეტი. უნდა დააკვირდე ყველას. არის ჯვრები მოცემული, ამ ჯვრები უჭირავთ ჩონჩხებს. აქ ვიღაცა არის იდეოლოგი, ხო? რომელიც და რას გამოხატავს? საბჭოთა კავშირის ათეისტური პოლიტიკას და ერთგვარ შარժს სხვა რელიგიების წარმომადგენლებისადმი. აქ თქვენ ხედავთ სხვადასხვა კონფესიების ადამიანებს, რომლებიც ხედან მაგიდის გარშემო და ეს ანაფორაში თეთრი ანგელოზივით ჩაცმული რაღაცებს უკითხავს. ხო? და მაგ იდეას უნდა გაყოლოდით. და აწერია ზედ პაվել აბნარსკი, აქ გადათარგმნილი იქნება, ზედვე აწერია ვინ არის, ნახეთ? წიხონ ზადანსკი, ეპისკოპოსი ნიკიტა, კნაზ ვლადიმირ და ასე შემდეგ. ხო? ნუ კარიკატურას უნდა დაუკვირდეთ უბრალოდ და იდეას მიყვეთ ამ შემთხვევაში. საქართველო იქნებოდა სწორი პასუხი. აი სიმბოლიკა თუ იქნებოდა ქართული, კი ბატონო. მაგრამ აქ დროშა არ არის მსგავსი. მეორეში რა გაქვთ? მე მქონდა აქ შეცდომა გემეწერა. მეც გემეწერა მას. და იყო კარიკატურა არის გაშარჟება, მეგობრებო, ხო? შარჟი ნიშნავს, რომ რაც ჩანს, იმის საპირისპიროა რეალობა. მე მგონა რომ კარიერა მგონდა მას ამ კაცს. ხო, მაგრამ ეს ხო მორალური პრინციპიდან გამომდინარე მღვდლობის მოცემულობა როგორია? მიხვდით, ანუ თქვენ კარიკატურა არის მორალურობის საზომი. კარიკატურაზე ვიღაცა არის ამორალურად გამოყვანილი და დარდება მორალურ პრინციპებს. მღვდელი წმინდა სახარების ნაცვლად ფიქრობს. მომიწოდებენ ბრძოლად ერისთვის, გული მიმერჩის კარიერისთვის. ხო? და რას გამოხატავს ეს? რომ მღვდელს უნდა კარიერა, ანუ მღვდლები არიან კორუმპირებულები, გაყიდულები ამ პერიოდში და რეალურად უნდა ბრძოლა ერისთვის უნდა ებრძოლათ, ხო? ანუ ესაა პრინციპი. და მაგ იდეას უნდა ჩატარდეთ. თქვენ გიწერიათ კარიერისთვის ბრძოლისკენ მოწო. კი, ეს ასე ჩანს, მაგრამ რეალურად რა არის? ხო? რეალობა არის, რომ ქართველი სასულიერო პირების მისწრაფებებს ამ ხელს სასულიერო წოდების წინააღმდეგ. იცი რა, უფრო ზუსტად ბ შეიძლება იყოს რა სიტუაციაში იყო მაშინდელი ხელისუფლება 1915-18 წლებში, მაგრამ აქ ზოგადად რომ მიყვეთ, მაინც ნუ ასეთი რთული კარიკატურა არ მოგივათ, ნუ ჯერ იმით დავიწყოთ. კაი, შემდეგი შეცდომა დავანებოთ თავი კარიკატურებს. რა გეწერა აქ? მე დემეწერა. ადრეული თანამედროვე რას ნიშნავს? უახლოესი რეფორმებს ესე გავიგე. ნახეთ, ჯერ ადრეული და თანამედროვე. თანამედროვე ეპოქა არის რომელი ეპოქა? დიახ. და თუ ადრეული და თანამედროვეა, აქ თანამედროვეს რას ხედავ? შენობის მიხედვით შევქენებას დავწერე. ნახე, რომელი ისტორიულ მოვლენას უკავშირდება ზემოთ? ეს ახლა შენობა არის, ეს ბოლონიის უნივერსიტეტია. კი.
და იქეთაც არის და ბოლონის უნივერსიტეტის თანამედროვეობასთან რატო დააკავშირე? პირველი უნივერსიტეტად არის ბოლონის უნივერსიტეტი მიჩნეული. და უნდა დაგეწერა A. დაარსების დაწყება შუა საუკუნეებში. მივხვდი. შემდეგი შეცდომა. მეხუთეში მქონდა. მეხუთეში რა გაქვს? მეხუთეში მეწერა G. როგორი ეს ვინ იყო? იცანით? ეს ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ფოტოა. წმინდა ნინო, ეს არის უბრალოდ ვიზუალიზაციისთვის. კითხვა არის რეალურად როგორ შეიძლება წმინდა ნინოს როლი შეფასდეს ქართლის გაქრისტიანების ნიშნულობის თვალსაზრისით. შენ გიწერია ამ პირის ქადაგებამ გააჩინა რელიგიური კონფლიქტებიო. რა რელიგიური კონფლიქტები გააჩინა? აბა თუ არ იცი რას დაწერე? ნახე, შენ ამბობ რომ მე ვიცი რომ რელიგიური კონფლიქტები გააჩინა, რომ გეს თუ ხაზავ. თუ არ იცი რა რელიგიური კონფლიქტები გააჩინა, რატო წერ? ძალიან გთხოვთ, თქვენი მიდგომა არ იყოს ინფანტილური. ეს თუ დაკარგეთ, ეს თუ ასეთები თუ გახვედით გამოცდაზე, დაკარგავთ ბევრ ქულას. ნუ ხართ ბავშვურები, ნუ ხართ. თქვენ სკოლა დაამთავრეთ, გახსენებთ, არავინ არ დაგინდობთ. აღარ მეცინება. არავინ არ დაგინდობთ, არავის აღარ აღელვებს, მე ჩემს მოსწავლეებს სულ ამას ვეუბნები, რომ ვიღაცები რომ ამბობენ სკოლა აღარ მომწონს. როგორც კი კარს დახურავთ სკოლის, თქვენ არც დამრიგებელი დაგირეკავთ დილით, სათხარ რატო არ მოდიხარ, არც არავინ იღელვებს თქვენზე თქვენი მშობლების გარდა. არავის არ დააინტერესებთ, ეს სამწუხარო რეალობა შეიძლება იყოს, ძალიან იშვიათი მასწავლებლები მინახავს, რომ სკოლის მერე გააგრძელებენ. მე მყავს საბედნიეროდ არ გავდივარ მაგ მასწავლებლების სიაში, რომელიც როგორც კი მოსწავლებს გაუშვებს სკოლიდან, ეკრება ემშვიდობება საუკუნოდ. ვაგრძელებ მე თანამშრომლობა სკოლაში, ვიწევ ჩემს კურსდამთავრებულებს ხოლმე და ლექციებს ატარებენ ჩემი მოსწავლეები და ჩემი მოსწავლეებს ვახვედრებ მე და ასე გრძელდება ჩემი თანამშრომლობა კურსდამთავრებულებთან, მაგრამ სამწუხარო რეალობა ცოტა სხვანაირია. ამიტომ თქვენი პასუხები ინფანტილური არ იყოს, ანუ ნუ გაქვთ მოლოდინი, რომ ვინმე დაგინდობთ. აი ეს გახსოვდეთ. ამ წამიდან როცა თქვენ სკოლა დაამთავრეთ, ეგ აღარ არის ეგ მოლოდინი, მით უმეტეს ამ ქვეყანაში. ამიტომ აქ რისი თქმა მინდა, რელიგიური კონფლიქტები, როცა არ იცი, რატო წერ იმ პასუხს? ეს არის ინფანტილობის პირველი ნიშანი. ბავშვი აკეთებს ამას ხოლოდ. მიხდი? ამიტომ გამოდი მაკედან ფიზიკურ მოცემულობას არ გულისხმობ. ფიზიკურად დარჩი ის ბავშვი ლაღი და ესეთი, მაგრამ აკადემიურ სივრცეში სხვანაირი უნდა გახდე, თუ გინდა რომ რატო არ ყვითელი ვერ გავიგე რა. რაღაცნაირად ანათებს ეს. კაი, გადავიდეთ შემდეგზე. გესმით ჩემი ხმა? კაი, შემდეგი შეცდომა. აბა გისმენ წაიკითხე, რა გაქვს აქ შეცდომა? აქ დემეწერა და რატო? რა გეწერა? აქ დემეწერა. კიდე ამოწევით კიდევ ფაქტობრივ შეცდომა მივიდა გადაწერის დროს.
იცი რა არის ბერძნულ-სპარსული ომების შემდეგ ქალაქ სახელმწიფოები როგორ გაერთიანდა პელოპონესის ომი არ დაიწყო მერე? კი, მას არა პასუხი დიდი აფეთქების შეფუძვება ხარ გადავასწორებ. ანუ შევამოწმებ. მაგრამ გადაწერის დროს ალბათ შემეშალა, იმიტომ რომ პასუხი ზუსტად ვიცოდი ამის. ხო და უნდა გაითვალისწინოთ თქვენი მიცი რა ჩემი მიზანი რა არის არ ვიცი რამდენად გამომივიდა რატო ტელეფონზე მირეკავენ და ითიშება ეს ინტერნეტი არ ვიცი რამდენად გამომივიდა მაგრამ ჩემი მიზანი არის მეგობრებო რომ თქვენ მიაღწიოთ თქვენი შეცდომების ყველა სისუსტე გამოვლინდეს თქვენ თუ იცით თქვენი ყველა სისუსტე აღარ დაუშვებთ შეცდომებს შიში გაგიქრებათ მიხვდით შიში აქვს ადამიანს მაშინ როცა არ იცის რა ელის და თქვენ იცით რაც გელით ამიტომ ყველა სისუსტე უნდა მაგრად იცოდეთ კონკრეტულად ნუ აქ ახლა ძალიან მარტივი თავარი შედეგი ჩამოშლა გავრცელება შექმნა გაერთიანება ხო თუ მიყვებით აქ ამ მოცემულობით რა არის ბერძნულ-სპარსული ომების თავარი შედეგი ერთი შეხედვით თითქოს D არის სწორი მაგრამ აქ ფაქტობრივი მოცემულობაც უნდა გავითვალისწინოთ ახალი სავაჭრო მარშრუტები რა მარშრუტები შეიქმნა ომის შემდეგ იმპერიის ჩამოშლა სპარსეთის იმპერია თუ ჩამოიშალა ალექსანდრემ რა გააკეთა ხო ეს უფრო ფაქტობრივი ნაწილი უნდა წასულიყავით აქ B იქნებოდა მოკლედ კარგი მოკლედ აქ დავასრულოთ ეს ანალიზი დღეს ცოტა ესე მინდა რომ მოისქნა ერთი წუთით